ფული გჭირდებათ? ბიზნესით დაკავება რატომ გადაწყვიტეთ არ მესმის? აი შემოიწყინა. მე ჩუმად ვარ, რადგან ჯობია სამსახურზე გადავიტანო ყურადღება, ვიდრე ვინმე კონკრეტულზე. ჯერჯერობით. გამზე. უკვე გითხარი, ასიეს ქალიშვილი ლეილა. ძალიან ფრთხილია. ნებისმიერი ადამიანის სანკეს არ წამოეგება. აქ არანაირი ანკესი არ არის. თურქეთში სამედიცინო ტურიზმი კარგად განვითარდა. შეგვიძლია ამ რეგიონში მონოპოლისტები გავხდეთ პლასტიკური ქირურგიის სამედიცინო ცენტრს თუ გავხსნით, როგორც ვიცით, რეგიონი სამოთხეა ტურისტებისთვის, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. გესმის ლეილა, ეს ფანტაზიები არ არის. დიახ, თან იაუზის და ნარგიზის ზეწოლისგანაც თავს დაიხსნი. ასეთ ასაკში რა უნდა აკეთო? სახლში იჯდე და დედამთილის წუწუნს უსმინო? გულახდილად გეტყვით, ერთადერთი რაც მიზიდავს იმ სახლიდან გამოქცევის შესაძლებლობაა. ცოტა ხანში იავუს შეხვედრა უნდა. ამ საქმეზე დაველაპარაკები. თუ მეტყვის რომ წინააღმდეგია, მაშინ თქვენთან ვარ. ლეილაც გამოიჭირა თავისი სიჯუტის გამო და გადაიბირეთ, არა? ხოჯახ, თავი გარიყულად არ იგრძნო ესმა. მამაშენს ბევრი ფული აქვს. შეგიძლია შენ შემოგვიერთდე? ხო, შეგვიძლია 4 ფურცლიანი სამყურა ვიყოთ. გამზემ ფირმის დასახელებაც კი მოიფიქრა და ლოგოც მოამზადა. გამარჯობა, რამდენი ბრძანდებით? გამარჯობა, მხოლოდ მე ვარ. ეს სიმპათიური ბიჭი ვინ არის? აქეთ მოდის. ესმა, ამ მხარეს სიმპათიური ხალხი მხოლოდ ჩვენი ოჯახიდანაა. ჩემი ბიძაშვილი ფერხათი. ფერხათ, როგორ ხარ? კარგად, ბიძაშვილო, შენ? კარგად, გოგონები ვსაუბრობთ. აქვე ახლოს ვიყავი, შენი მანქანა დავინახე და გადავწყვიტე და შემომევლო. ხელს ხომ არ გიშლით? სისულელეს ნუ ამბობ. ასეთი რამ როგორ შეიძლება? გოგონები ყველა შინაურები არიან. აი შეციცნობ. გამარჯობა. გამარჯობა. ესმა რესტორნის მფლობელია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. სასიამოვნოა. და ლეილა. ჩემი მომავალი შვილების და. და ამავე დროს ჩემი დეიდაშვილი. მართლა? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. ფერხათ, ჩვენთან ერთად დაჯექი. კარგი. მინდი სკამი აიღე. ლამაზი ადგილია. გმადლობ. რა მოგიტანოთ? უშაქრო ყავას დავლევ. მოგვიანებით ვისადილებ. ლეილა, რა საქმიანობ? ჯერ არაფერს, მაგრამ მალე ყველა ერთად ერთ საქმეს დავიწყებთ. იმ საქმეს იწყებთ, რომელზეც ბიძი ელაპარაკობდა? დიახ, ძვირფასო, ასე გადავწყვიტეთ. შვენიერია. მაშინ გეტყვით, რომ მთელ მსოფლიოში თვითმფრინავით მოგზაურობით დაიღლებით, იმდენად დიდი ბაზარია. ცხოვრებაში ყველაზე ძალიან აქედან წასვლა მინდა. თუ ისეთი მიზეზი არსებობს, როგორიც სამსახურია, დაღლა პრობლემა არ იქნება. ხედავ გამზე, საზღვარგარეთ საქმეებზე პასუხისმგებელიც ყავს. აიშე ვიღაც მითათი გირეკავს. თითქოს არ იცოდე ვინ არის ესმა. ის მითათია? რა თქმა უნდა, ისევ გადამეკიდა. გისმენ მითათ. უკვე მეგობრებთან ერთად ვსადილობ. კარგი. როცა თათვირი დასრულდება, შეგატყობინებ და შეგიძლია ყავაზე შემოიარო. გმადლობ. ესმასთან ვართ. კარგი, გადავცემ. მოგიკითხათ. რას ამბობს მითათი? უნდა რომ ერთად ვისადილოთ. დავაიშე. რა? ახლა შენს ძმაზე ლაპარაკი არ დამიწყო ლეილა. რა მოხდა? არ შეუძლია ვინმესთან ერთად ყავა დალიოს? დალიოს? შემდეგ იმკითხაოს, იქნებ დაინახოს რა მოელის. იქნებ ვისაც უნდა დაენახა რა მოხდებოდა, ეს დედა შენი იყო ლეილა. იმდეს მკითხაობდა, მაგრამ რა გამოვიდა? ხომ გითხარი ქაან? ისედაც დაძაბული ვითარება იყო. გამოვედი რომ სიტუაცია განმემუხდა. თავიდან მეც ასე ვიფიქრე, გავიგე კიდეც. სანამ არ გავიგე რომ აქ არ მოსულ ხარ სამწუხაროდ.
საიდან გაიგიან ვისგან არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. სახლში სტუმრები იყვნენ. ამიტომ ხალილ იბრაჰიმს ვთხოვე აგარაკზე წავიყვანე. შემდეგ ჩემი ძმა მოვიდა და წამომიყვანა. კიდევ რამე გაწუხებს? თუ რამე გინდა მითხარი? არა. უკვე გავიგე, რომ ხალილ იბრაჰიმი შენთან კი არა, საავადმყოფოში იყო. ზეინებ სიტუაციამ, რომელშიც აღმოვჩნდი, ძალიან გამაბრაზა. რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანო? აი რა შეგიძლია იმისთვის, რომ შენს ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდე. ქორწილის თარიღზე შევთანხმდებით და უახლოეს ბადაში დავქორწინდებით. კან, როცა ასე იქცევი, კიდევ უფრო მიშორებ შენგან და ამ საკითხისგან. საქორწინო მაგიდასთან ძალით ერთხელ უკვე დამსვეს. შედეგზე ალბათ გსმენია. რა ხდება? ხალილ იბრაჰიმი ქორწილიდან მოგიტაცებს? ახლა დავიღუპეთ. ხალილ იბრაჰიმ, კეთილი იყოს შენი მოსვლა, კეთილი იყოს. ფიქრად ბეით ბასთან გელოდება, იმ ხარეს წადი. ელიფ, ხალილ იბრაჰიმი მოვიდა, ეცადე ქაანის მანქანა არ დაინახოს და თქვენც გაითვალისწინეთ, კარგი? კარგი. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ზეინები აქ არის? ზეინებ ჰანიმის სახლშია, დიახ. შევატყობინო, ფიქრეთ ბეისთან მოვიდეს. არა, წასვლის წინ ნახავ. რა თქმა უნდა. მაშინ ფიქრეთ ბეისთან მიგაცილებ და სახლში შევატყობინებ. გზა ვიცი. კარგი, მაშინ შევატყობინებ. შოთა, ჩემთვის რამის თქმა გინდა? არა. არის რამე ისეთი, რის თქმასაც არაპირებ? არა. კარგი. კარგი. ზეინებ, ეს სიტუაცია მე შოთა ვერ ხედავ, რომ საუბრობთ. თუ საუბარი დაასრულეთ, ზეინებ ჰანიმს ძმა ეძახის. კარგი. ახლა ვიმოვალ. ჩვენი საუბარი შენს ძმას გადაეცი. იცოდეს. დანარჩენი შენს ძმასა და მამაჩემზეა. კარამდე მიგაცილებთ. ზეინებ. რა ხდება? ერთი წუთით. ხალილ იბრაჰიმი აქ არის. შოთა შეხვდა და ახლა ცდილობს პრობლემა თავიდან აირიდოს. აქ რა უნდა? შენთან არა, შენს ძმასთან მოვიდა, მაგრამ შეგიძლია ბაღში გაისეირნო. ელიფ, ხალილ იბრაჰიმა მიკითხა? შოთა, ხალილ იბრაჰიმა ზეინები იკითხა? იკითხა. ჩემი აზრით ფიქრეთ ბეი მხოლოდ მიზეზია, რეალურად ზეინებ ჰანიმის სანახავად მოვიდა. მეორე მხრიდან გავიყვანე და მითხრა, რომ უკანა გზაზე შემოგივლის. მათი პრობლემა ფული არ არის, ფიქრეთ. აქ ჩვენს დასასრულებლად მოვიდნენ. ხომ, ოთხარი მოსულიყვნენ და ჩამოვიდნენ კიდეც, ახლა რა გეგმა გაქვს? ხდალი მტერს ზურგში ურტყამს, ესენი კი არაკაცები არიან. ამიტომ მტკივნეულ ადგილზე დაგვარტყამენ. მე ზეინები, შენ აიშე, იავუს ლეილა, დედა შენსა და შენს ცოლზე უკვე აღარაფერს ვამბობ. ასე ამბობ, მაგრამ პარალელურად ყველას აღიზიანებ. როგორც ჩანს, მოვიდა, რომ ზეინებს გასული ღამისთვის
პასუხი მოსთხოვოს. გასაგებია შოთა ასე რატომაც იქცეოდა, მაგრამ შენ რატომ ზიხარ აქ ფიქრეთ? გიჟი არ იცი? მარტო რატომ ტოვებ? და რა უნდა ვქნა? უთხრა შენ საწოლეს ჩემთან ერთად ელაპარაკე მეთქი? და უთის ნათესავთან ერთად რომ არ დადიოდე? ამას არ დაუშვებდი. შენ და ჩემი და გაერთიანდით და სიტყვის თქმის საშუალება არ დამიტოვეთ. რა მოხდა ბატონო? გადაწყვიტეთ თავიდან დაიწყოთ? ეს ჩემი და ზეინების საქმეა ფიქრეთ. ძმაო, აქ ჭკუის დასარიგებლად მოხვედი? მოვედი რომ გაგაფრთხილო ფიქრეთ. თუ გვეწოდინება დარტყმას რომელი მხრიდან მივიღებთ, კონტროლი ჩვენ გვექნება. თუ გვეწოდინება დარტყმას საიდან მივიღებთ? აი მიიღე. მოვიდა შენი დარტყმა. შენც აქ ხარ? აქ არის ძვირფასო, აქ არის. როგორი დამთხევა არა? შენ შემთხვევით მოხვედი. იდიოტის როლის თამაში აღარ შემიძლია, წავალ რამეს შევჭამ. ძმაო, შეგეძლო გეთქვა რომ შიერი იყავი, რამეს მოგიტანდე? ელამდე ვარ შენი პატივისცემით ზეინებ. ყოველ შემთხვევაში შენი საქციელით. გონია ჩვენზე ყველაფერს მიხვდა? ჩემი აზრით ყველა ხდება ზეინებ. ქანი რატომ მოვიდა? გუშინდელზე მკითხა. საიდან შეიძლებოდა გაეგო რომ მაგარ გზზე ვიყავით? საიდან გაიგო, ვინ უთხრა? უბრალოდ ჭორები ვრცელდება, მაგრამ ჯერ არ ვიცი წყარო ვინ არის. სახლში რა ხდება? ალბათ სემასა და ედანურს არ გულისხმობ, არა? არა, რა თქმა უნდა. კარგი. ბიძია კარგადაა, ოღუზიც თავს კარგად გრძნობს, საავადმყოფოშია კაპიტანთან ერთად. თურანი და ოსმანი რესტორანში არიან. სახლში მხოლოდ ისინი არიან? კითხვების დასმის კარგი ტაქტიკა გაქვს. თანდათან იხვეწები ზეინებ, მაგრამ პირდაპირ მკითხე რა გაინტერესებს, კარგი? ამას რატომ ამბობ, ხალილ იბრაჰიმ? ვინ არის რომ აინტერესებდეს? მესმის, მაგრამ არ შეგვიძლია ადამიანებს ვუთხრათ, რომ გუშინდელიდან დღემდე რამე შეიცვალა ზეინებ. რატომ არ შეგვიძლია? იმიტომ რომ მიზეზს ვკითხავენ. ჩუმად ვარ შენს რთულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდე. ჩუმად ყოფნას კიდევ რამდენ ხანს გეგმავ? ის ადამიანი ხარ, ვისაც შეუძლია მთელი ცხოვრება დუმდეს. შეგიძლია სიმართლე დაუმალო მთელი ცხოვრება. ამაში მაღალი პოტენციალი გაქვს. ამიტომ გეკითხები. ზეინებ, დამშვიდდი. ყველაფერი დალაგდება. ამაზე ვიზრუნებ. აბა, რა ხდება? ყველა უსაფრთხოდაა? შემოწმების საშუალება გქონდა? ადემ, შვილო, მარტო დაგტოვე. ჯანმრთელობას გისურვებ, კაპიტანო. შეგეძლო ადამისა და ბიძიასთვის მიგეცა, ისინი მომიტანდნენ, რატომ შეწუხდი? ასეთი რამ გადაიტანე. შეიძლება შენზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემთვის სულ ერთი ხარ. გმადლობ. რისთვის? იმისთვის, რომ სულ ერთი არ ვარ. მეც მინდა შენთვის მნიშვნელოვანი ვიყო. ხო მართლა. დღეს მე და შენმა ჯარის მეგობარმა ცოტა ვისაუბრეთ. ჯარის? ხალოს გულისხმობ. ვერ მივხვდი, შენ და ხალილ იბრაჰიმმა რაზე ელაპარაკეთ? ბევრი არაფერი, მაგრამ წამოწდა რომ ჯარში ერთად იყავით. ედა, როცა სახლში მოვალ, ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ასე არ გამოვა.
რა თქმა უნდა. წადი შენ და ჰალო შეთანხმდით. მე მოდი და ყველაფერზე ვილაპარაკოთ. ძმაო, იაჰია. მებარგული აჰმედი და სატვირთო ნეჯედი მზად არიან? მზად არიან. ისკანდერი მოვიდა. რა ხდება, საჭმელი შეუკვეთე, რომელი ისკანდერი? ძმაო, ძალიან კარგად იცი, რომელ ისკანდერს ვგულისხმობ. ვიცი, იაჰია, ვიცი. ისკანდერი რატომ მოვიდა? შეგეძლო გეთქვა, რომ არ მცალია, შეგეძლო გეთქვა, რომ მაღალი წნევა მაქვს, შაქარმა ამიწია. ყველაფერი შეგეძლო გეთქვა. უთხარი ძმაო, ყველაფერი უთხარი, მაგრამ მიპასუხა, რომ ჯანმრთელობას გისურვებს და წავა. კარგი, შემოუშვი, რას ვიზამთ? წადი. კარგი. ამის შემდეგ მეტყვიან, რომ ყოველგვარ სტრესს უნდა მოვერიდო. მე აქ ვზივარ, სტრესი კი თვითონ მეძალება. რა გავაკეთო? რა გავაკეთო? კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. იაჰიას მართალი უთქვამს. სახელმთლიანად წითელი გაქვს მუსა. ალბათ სირცხვილის გამო. სამარცხვინო რა გააკეთე? რა უნდა გამეკეთებინა ამ ქვეყანას მოვევლინეთ? ეს საკმარისი არ არის, ისკანდერ? მართალია, მართალია. მომისმინე, თუ გინდა ის ფული დაიბრუნო, რომელიც იაჰიამ შენი ვაჟის კანისგან აიღო, უკვე მიწაში დავაბამდეთ. იაჰიას სხვა ვინმეს მოკლა შეუკვეთიან? ან იაჰია ვინმეს მოკლავს და შენ ამას დაგიბრუნებს? აქ იმიტომ მოვედი, რომ ის ფული დავივიწყო. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ისკანდერ, რით გაგიმასპინძლდეთ? ერთი წუთით, იაჰია, ერთი წუთით. მოусმინე, ბოლომდე მოусმინე. თუ ისკანდერ ბეიმ ამ ფულს ხაზი გადაუსვა, ესე იგი მალე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გაუსვამს ხაზს. გესმის? დაფიქრდი. კარგი, ყურადღებით გისმენ. ზოგიერთი ადამიანი თავის პირობას არ ასრულებს. ვინ? ხომ იცით, მე და ლეტოებმა რაზე ვილაპარაკეთ? ჩვენ თემას დავხურავთ, თქვენ კი ქალიშვილს ჩემს ვაჟს გაატანთ ცოლად. რა თქმა უნდა, ვიცით, ამ ქორწილს ყველა მოუთმენლად ელოდება. მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დიდხანს ველოდეთ, იაჰია. მალე ფიქრეთთან სასაუბროდ წავალ, თუ ქორწილის თარიღს დავთქვამთ, მაშინ პრობლემა არ იქნება. და წინააღმდეგ შემთხვევაში? წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მკვლელი, რომელმაც რიзвანი მოკლა, დამლას და ნედიმეს სახელს დაასახელებს. ნუ გეშინიათ, უბრალოდ ისე გამოვავით, რომ ადამიანი თქვენი კონტროლიდან გამოვიდა და ყველაფერი თქვა. ფიქრეთისგან დიდი თანხა მივიღეთ იმისთვის, რომ ყველაფერი მოგვეგვარებინა. გახსოვს, ძმაო? არა, არ მახსოვს. და რაკენი, მოაგვარა იაჰია? ასე ვთქვათ, გადავწყვიტე ცოტა ნელა მემოქმედა. მომწონს შენი სიმშვიდე, იაჰია. მეც. ჩემგან შეტყობინებას ელოდეთ. ხო მართლა, თუ შიგნით მყოფ ადამიანს რამეს დაუშავებთ, ამას პირადულად მივიღებ. აქ ამის სათქმელად მოვედი. ხომ გაიგონე, იაჰია? შენს კაცს უთხარი, ეზოშიც არ გამოვიდეს. კარგი, წავედით. გაცილება არ მინდა, სიტუაცია შეაფასეთ, მას შემდეგ რაც მე წავალ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი გესმით, ისკანდერ ბეი, თუ რამე დაგჭირდებათ, იცით, სად ვართ. ძმაო, რატომ ცდილობ გააღიზიანო? მეგონა ყველაფერი გაიგო და ამიტომ მოვიდა. განა ეს პრობლემა არ არის? ვეტყვი, რომ ციხეში დაჭრან, მომაკვდავი კი დამლას და ნედიმეს სახელს იტყვის და მოკვდება. რა ხდება? ცხოვრება შენთვის მშვენიერია, იაჰია. ეს ღმერთის საჩუქარია, ვერასდროს ხედავ შემდეგ რა მოხდება. წერტილი. სახლში მივდივართ, ბიძია. ჯერ ერთ ადგილას გავივლი და შემდეგ სახლში წავალთ. მანქანა ცოტა მოშორებით გავაჩერე. აქ იყავი, ახლავე მოვიყვან.
ძმაუკან, საავადმყოფოდან გამოვდივარ, აშკარაა რომ დერვიში ფულის შესამოწმებლად წავა, მაიორს რაღაც საკითხზე ელაპარაკა. უკან გამოვყევი. არ მინდა გზაში ტელეფონი გამოვიყენო და ყურადღება მივიქციო. კარგი ძმაო, კარგი. დაჯექი. რადგან ფიქრეთი სახლში არ არის, მაშინ გეტყვი ყველაფერს, რაც მინდოდა. შენ კი შვილს გადაეცინე დიმჰანიმ. შენი ვაჟი ქანი დღეს მოვიდა და ზეინებს რაღაც უთხრა. შენც თუ იგივეს თქმას ცდილობ, არც ეცადო ისქანდერ. ზეინები არავის ზეწოლას არ დაემორჩილება. მე კი ის ადამიანი არ ვარ, ვისაც შეიძლება არ დაემორჩილონ დიმჰანიმ. ჩემს ძვირფას მეგობრებს შევატყობინე. უთხარი რომ ქორწინების ცერემონია გვექნება. თავისი საქმეები მიატოვეს, აქ ჩამოვიდნენ. მერე რა, სამყაროს დასალიერიდან ჩამოვიდნენ? ზეინები მხოლოდ გუშინ გაიცნეს. თუ ბედია, მაშინ ეს ამბავი მაშინ მოხდება, როცა მეორედ ჩამოვლენ. ასე არ იქნება, ნედიმე. თარიღი დავთქვით. თუ ქორწინება ამ თარიღში არ შევა, მაშინ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდებით და აქედან წავალთ კიდეც. ვიღაცას ციხეში გაუშვებენ, ვიღაცას კი სამარეში. შემდეგ კვირას ეს ხელის მოწერა შედგება. ქანი და ზეინები დაქორწინდებიან. ის სნობი გააცილე? ამბობს, რომ ქორწილის შემდეგ კვირას გაიმართება. შემდეგ კვირას? ამჯერად ვერსად გავექცევით. მე თუ წავალ და პოლიციას ჩავაბარდები, ეს ადამიანი მაინც არ გაჩერდება. ამბობს, ვიღაცას ციხეში გაუშვებენ, ვიღაცას კი სამარეშიო. რა ვქნათ? მოიცადე, ნახოთ ფიქრეთი რა სიტყვის. აქ მარცხნივ შეუხვიე. მარჯვნივ მიმავალ გზას გაყევი. გააჩერე. დაგეხმარები ბიძია. არ არის საჭირო აქ დამელოდე. ახლა მე მოვალ. ახლა.
აქ რა გინდოდა ბიძია? ეს სახლი მშობლებისგან დამრჩა. რაღაცას ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე. გადავწყვიტე მენახა აქ ხომ არ იყო. წავედით, მიდი. შედი. შენი მოთახში შედი. არაფერია? არაფერია. აქ შეიძლება საიდუმლო ოთახი იყოს. აი იქ. აწვერი მიდი. ნახე შესასვლელები ხომ არ არის? მოიცადე, მოიცადე. ასწიე, ასწიე. ოჩაღადემ. კარგი საქმე გავაკეთეთ. შენი ხალხი მოიყვანე, სატვირთოს გამოგიგზავნით და ამ ფულს ჩვენს საცავში წაიღებთ. გასაგებია? დიახ. საქმეს მიხედე. ეს ძალიან საშიში ხალხია. ნახე ისკანდერი, იმ შერიფის გვერდით როგორ იჯდა. დარწმუნებული ვარ თავის საქმეში ჩამითრევენ. არა, ეს შენ არ გიკავშირდება. დედა შენი წავიდა, რომ შენს ძმას დაელაპარაკოს. გამოსავალს იპოვიან. დაუშვათ გამოსავალი ვერ იპოვეს. ხალილ იბრაჰიმი რას იზამს? მისთვის თქმაც კი ვერ შევძელი. ვერ ვუთხარი, რომ ქანი დაჟინებით მოითხოვს დაქორწინებას. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ გუშინდელზე მკითხა. მაგრამ კიდევ რამდენ ხანს დამალავ. დედამ თქვა, რომ ქორწილს ერთ კვირაში მოითხოვენ. თქვენი ურთიერთობა ჯერ ახლა დაალაგდა. ელიფი მართალს ამბობს. წადი და ხალილ იბრაჰიმს დაელაპარაკე. თქვა, რომ რესტორანში მიდიოდა. წავალ და ყველაფერს ავუხსნი, თუ მარტო იქნება. ნახოთ. ხალილ იბრაჰიმმა თქვა, რომ მტკივნეულ ადგილზე დაგვარტყამდნენ. როგორც ჩანს, ქორწილის საბაბით ომს გამოგვიცხადებენ. ჯობია წავიდე და ყველაფერი პოლიციას ვუთხრა. დედა, ხომ გითხარი, რომ ამიერიდან ეგ აღარ გიშველის? ამიტომ არ ვარ დარწმუნებული. შენ კი გულისხმა თუ ზეინები, რისი თქმა უნდოდა. რა ვქნათ ფიქრად? გავდივარ დედა. რამის თქმა ხომ არ გინდა? უკვე გითხარი, რომ ეს გოგო არ მიყვარს, გავიმეორო შვილო?
ო, არაფერი თქვა. ყავს სოლი, რომელსაც მამა შენის მკვლელობა უხარია. შენ კი ამბობ, რომ გიყვარს. სულაც არ გაღელვებს ქალიშვილი, რომელიც მამა ჩემის მკვლელის გვერდით ცხოვრობს და გაღელვებს ჩემი ცოლი, რომელსაც ეს გაუხარდა? აი ისიც. დამლა ჰანიმი მობრძანდა. რა ხდება? მე და დედა შენზე ვსაუბრობდით. საიდან მოხვედი, შვილო? სასაფლაოზე ვიყავი. მამასთან. ჩემზე რას ლაპარაკობდით? ძალიან კარგი. ჯერ მამის საფლავზე მიდიხარ, იქედან კი იმ კაცის მკლავებში, რომელმაც მამა მოგიკლა, ოჩახ. რას ბოდავ ძმაო? გამატარე. არაფერს, შვილო. იავუს, წადი. წადი. დედა რას ამბობს? მამამ თავი მოიკლა. თქვენ კი გამუდმებით ფიქრებს გაიძახით. დაჯექი, შვილო. გისმენ, დედა. ლეილა მაიშეს ყველაფერი უთხრა. ფიქრეთმა თქვა, მამა ჩვენი სანაცვლოდ მათი მამაო. ახლა უნდა დაუჯეროთ ლეილას და აიშეს? როგორ შეიძლება მათ საერთოდ დაუჯეროთ? მათი არ მჯერა, შვილო, მაგრამ სიმართლე გავიგე. ფიქრეთმა ხომ შოთა წვეულებიდან გამოაგდო. აქ გამოგზავნა. იმისთვის, რომ მამა შენი მოეკლა და თვითმკვლელობას დამსგავსებოდა. ეს ვინ თქვა? ისკანდერს ველაპარაკე. არა, მას არ იზამდა. გამორიცხული არ დამპირდებოდა და მერე მამას არ მოკლავდა. ლეილასთან მოგვარებულია ბიძია, მისი გამოხედვა დავიჭირე. ეს საქმე მე მომენტე. ოჩახ ჩემო სიმპათიურო. არაფერი გამოგრჩება. შენი ბიძაშვილი ზეინებს ამდენი სუფლებას რომ არ აძლევდეს, უკვე ეს საქმეც მოგვარებული იქნებოდა. ქანიც მშვენივრად გაართმევდა თავს, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმმა გააცოფა. საკუთარი ბრაზის კონტროლი არ შეუძლია. ადამიანი, რომელსაც თავისი კონტროლი არ შეუძლია, ყოველთვის წაგებული რჩება. ისკანდერ. ძმა შერიფს დაურეკე და კარგი ამბავი შეატყობინე, ფული ვიპოვეთ. გილოცავ. რას ამბობ, ენვერ? ადემმა კარგად იმუშავა, მამა. რა ხდება, ახლა საავადმყოფოში არ უნდა იყო? მაგრამ ფული დავკარგეთ. ამის სათქმელად მოვედი. რას გულისხმობ, ეს რას ნიშნავს? მაგრამ არ ინერვიულო, ძალიან შორს არ წაუღიათ. ნორმალურად მომიყევი რა მოხდა. მაიორ მეჯნუს შერიფი რომ დაემუქრა, როგორც ჩანს მისთვის ეს ღირსების საკითხი იყო და გადაწყვიტა მთელი ფული სხვა ადგილზე გადაეტანა. ვისთან ერთად გააკეთა, ვინ გააკეთა? ამდენი ფული ვის გადაატანინა, ოღუს? მე, ბიძია დერვიშ და ძმებ კიკას. კიკას? კაპიტანო, ძმები კიკები თქვენ სანახავად მოვიდნენ. გადავწყვიტე არ შემომეშვა, მაგრამ მაინც გითხარით. ეგ ხალხი ღმერთმა გამომიგზავნა, დაუძახე ოღუს. ვერ გავიგე, კაპიტანო. ერთი გეგმა შევიმუშავე, შენთან და ჰალოსთან ერთად ამ გეგმის განხორციელებას ვერ შევძლებ. მას შემდეგ ჭერს ვუყურებ. ღმერთი ვიღაცას გამომიგზავნიდა და ასეც მოხდა. კაპიტანო, კიკებთან ერთად რა უნდა გააკეთოთ? ფულს ადგილმდებარეობა უნდა შეუცვალოთ. რომელ ფულს? ფულს, რომელსაც მასწავლებელი მალავს. კაპიტანო, მათთან ერთად ამ საქმის კეთება არ შეიძლება. კიკას ხელს თუ გაუწვდი, ხელსაც კი დაკარგავ. დროს ნუ მაკარგვინება ღუს. მიდი შემოიყვანე, შემდეგ წადი და მასწავლებელს დაურეკე, უთხარი, ადემი თუ ვინც არის ისიც წამოიყვანოს. ნუ ამაყვირე, ფაშა.
როგორც მიბრძანებ, კაპიტანო.